გადავიცანით თავიდან არ გვახსოვს, ნამდვილად ოღონდ, იმიტომ რომ ეს მოხდა სადღაც ძალიან დიდი ხნის წინ. ალბათ 12-13 წლის წინ და ერთმანეთს ვეკითხებით ხოლმე, რომ ზუსტად არ გვახსოვს სად გავიცანით და ისე ბუნდოვნად მახსოვს, რომ მეგობრის წყალობით გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ რა ვითარებაში სავარაუდოდ ალბათ იმ დროს დაავადების დღეზე იცნობდნენ ხოლმე ერთმანეთს და ალბათ დაავადების დღეზე სადღაც, მაგრამ ზუსტად არ ვიცი. არ მახსოვს, არც მე და არც თემოს. ესე კონკრეტულად ერთი დასამახსოვრებლად არა, ნუ დავდიოდით ხან სახამ კინოში. ძირითადად მულტფილმებზე დავყავდი ხოლმე კინოში. ანუ რა ფილმზე არ ყოფილვართ რა, ესე ფილმზე წავედით სადაც არა, სულ დავდიოდით მულტფილმებზე, იმიტომ ძალიან მიყვარს მე თვითონ ანიმაციური ფილმები და თან მაშინ პატარა ვიყავით და მულტფილმებზე დავყავდი თეატრებში. ხო, ძალიან პატარა ვიყავი. და ყველაზე მკაფიოდ მახსოვს თავისუფალ თეატრში ვიყავით ჯინსების თაობაზე და მაშინ ისეთი სულიერად დანგრეული გამოვედი იქიდან, რომ ეგ ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ჩვენი შეხვედრები. ცნობილია. ხო, ძალიან ბევრი ვიტყე მამში და დამაწყნარებდა. მაგრამ მეგობრობდით ეს თელი 12-13 წელი მეგობრობდით და ისეთი ჭეშმარიტი მეგობრობა გქონდა. ანუ არ ვიპრანჭებოდი მართლა. არა. ამ ზაფხულამდე. ამ ზაფხულს მერე დავიწყეთ გაპრანჭები. ერთ დღეს უბრალოდ შევხვდით ჩვეულებრივ სამებ. ნუ რომ მივედი მე სახში რაღაც სხვანაირად ვიგძენი თავი რა. როგორი გძენი? არა მეგობრულად, ანუ ესე რომ ვთქვათ რა. თან რაღაც ახალ პერიოდში მიდიოდა უკვე შტატებში და რაღაც მივხვდი რომ ძალიან დამაკლებოდა ეს თავის წასვლით. მე მეორე დღე მოყვა ამას, მე მესამე დღე და ეს ნელ-ნელა. მე წავედი და დარჩა მარტო ჩვენი თემური. ხოდა მე სატელეფონო კავშირი 24 საათიანი. ფაქტობრივად ეს ჩემო წასვლამ უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს. 24 საათიანი კონტაქტი და სატელეფონო და მე ძალიან დავიღალეთ ორივე. მე რაღაც ფილმში გადამიღეს აქ და ჩამოვედი ამ ფილმისთვის. მაშინ უკვე ესე სტატუსიანი შეყვარებულები გავხდით. თუმცა ჩამოვედი. სექტემბერი. სექტემბერი. აგვისტოს, ხო, სექტემბერი. ერთხელ გავიფიქრე ეს ფრაზა, რომ ეს რაღაც ნათქვამი რომ გვერდში ყავსო და რომ ვერ ამჩნევა თუ რაღაც გავსი და რაღაცა უცებ იმას რაღაცა რომ შემჩნია, ხო? ხო, აი ჩემ თავთან გამიჩნდა რაღაც პრეტენზია რომ სად ვიყავი თქო აქამდე რაღაც ბევრ რაღაცებს რეპოტინები ადამიანის ცხოვრებაში და ამ დროს გვერდით რო ყავს სინამდვილეში რო არაფერს და არავის არ უნდა მოეპოტინო. ხა და მეც მივხვდი რომ რაღაცა კარგად გრძნობდით თავს, იმდენად კარგად ვიცნობდით ერთმანეთს. იმდენი საერთო თემა გქონდა სასაუბრო. აი ეგ იყო რა ურთიერთობა. სინამდვილეში მაშინ მივხვდი რომ აი სასიყვარულო ურთიერთობა არის ეგ, როცა ადამიანს კარგად იცნობ, ბევრი საერთო გაქვთ. ხო, რა ვიცი, შეჩვევად ძალიან დიდ როლს თამაშობს ალბათ. და თავს გავიზარდეთ ერთად რა. მე პირადად საერთოდ არა. არ ვიჭვიანობ. ზოგადად არ ვარ ჭვიანი ადამიანი და ნინის მიმართ არანაირ საბაბს არ მაძლევს რომ ვიეჭვიანო და რატო ვიეჭვიანო. ძალიან ისეთია თვითონ რა. მართალი. მე ყველა ჩემი შეხვედრა, ყველა ჩემი თაყვანისმებელი, ბაკლონიკი. ხო, ნუ მომენტი იყო რომ თავიდან ანუ ვიცოდი ეხა რომ მარტო არ იყო არასდროს. შეგვებული ვიყავი მაგაც ამის ბაკლონიკების დიციას. ისაც ვიცოდი თავის პირიდან მონაყოლე. გამორჩევებით. დაახდები. აუ თემოის რაღაც მაჩუკა და ვიღოთ. რაღაცას მირჩევდა კი, ან აუ რა თქინდა, ან რაღაცას მეტყოდა. ის მომწონს და კარგი ბიჭია. კი, არა უშავს ხშირად რაღაცა დადებითი შეფასება მოუწია ვიღაცაზე. იმიტომ რომ ძალიან
ანუ მაშინ მაინც მეგობრული მეგობრობდი, თან ახლოს მეგობრობდი. მეგობარს უჩევდა და ელაპარაკები. ძალიან მეცინე მაგზედოჩი. აი სიტუაციაც არ მქონია ეგეთი, რომ თქვა ან ვარ, ან არ ვარ. ანუ არასდროს არ მქონია ცხოვრებაში. არც თემურ შემთხვევაში და რაღაცა ხან ურთიერთობები მქონია ცხადია და არასდროს ანუ არ მქონია ეგ სიტუაცია, რომ რაღაცა აი საეჭვიანოდ მქონოდა საქმე. მაგრამ ზოგადად მესაკუთრებად, რაც ჩემია. რაღაცა მე მეკუთვნის, უნდა მეკუთვნოდეს მე. რო გითხრათ, რომ ეს რაღაც მე თვითონ ძალიან რომანტიკული ადამიანი ვარ, ეხლა ძალიან რომანტიკული ადამიანი არ ვარ ეხლა. მაგრამ რა თქმა უნდა არის ეგეთი მომენტებიც. არა. მე მიყვარს ძალიან საერთოდ ისე გვირილები, ყვავილები, ანუ აი გვირილები კონკრეტულად და ну თემა ძალიან ხშირად გვირილებს დამახვედრებს ან რაღაც გავს რაღაცებს და რომანტიკული ხო თვითონ სწორედ აღნიშნე ძალიან ესეთი გადავარდნილი რომანტიკოსი არ არის. მე რომ შემიძლია დავჯდე და რაღაცები ვწერო და გავასო ეს დღიურები და თან ცრემლები გადმოვაგდო თუ როგორ მიყვარს და ასე შემდეგ თემა ესე არ არის. შეუძლია თავის სიყვარულზე ესე ისაუბროს. ბევრი არა, მაგრამ ორი თქოს და ძალიან კარგი თქოს და ისეთი ძლიერი და დასამახსოვრებელი. ერთი იყო, რომ წავიდა გაფრინდა. დამედავა ესე ლამაზად მორთული და გაფორმებული წერილი, ესეთი თბილი და კბილი. რა კარგი რაღაცებს ვაკეთებ ხოლმე. და არ ვიცოდი ეს და მე რომ მივედი, გამოვახე ეს კონვერტი დამხვდა ესე რაღაც ლამაზი საყვარელი და აი იქ ძალიან ბევრი თბილი სიტყვები ეწერა. ჩასული იყო უკვე ძალიან მომანატრა მაგეთის თავი და მე კი გაგრძელდა ეს პერიოდი 5 თვე. ზოგადად საერთოდ ალბათ მე უნდა მომატყუოს ალბათ. ტყუილი. ხო, აი და ну ტყუისაც გააჩნია ხა რაღაცა ისეთ ტყუილი რომელიც გულს გადგენს ალბათ. ხო, თორე რაღაცას რომ დამიმალავს ისეთ რამეს ანუ ისევ ჩემი კეთილდღეობისთვის რომ დამიმალავს რაღაცას და არ მეტყვის ცხადია ამაზე ხა როგორ შეიძლება ეს მეწყინოს ну რაღაც მაგრამ ხა მიზან მიმართულად ცუდ რაღაცას რომ აკეთებს და აი ესე მატყუებს და თვალებში შემომხედავს თან ამ დროს ეს ძალიან გამაბრაზებს. ანამოდიორი. ოღონდ ისე არ მგონია გავუბრაზდე როგორც ბრაზდები ხოლმე. ღიმილით და სიცილით არ მგონია. შენი გაბრაზება არ გაჩვენა, მაგრამ ალბათ გაბრაზდები სერიოზულად რომ მოგახსოვს. ხო, რა ვიცი. მალვით არ მალავდი, უბრალოდ ხო არ არის აუცილებლად სახელი და გვარი, ჯერ მე თვითონ რაღაცა ეს ნაბიჯი რო არ მქონდა გადადგმული ან არ მინდოდა რომ წინასწარ ესე წინა სიტყვაობასავით რაღაცა გამეკეთებინა და მეთქვა და ის რაღაც არ ყოფილიყო მე. ანუ სამომავლოდ რაღაცა შეცვლილიყო და გადავწყვიტე ამ შემთხვევაში რომ სანამ არ საბოლოო რაღაც ნაბიჯს არ გადავდგამდი და ტყუილი რო არ გამოსვლო და იქამდე თავი შემეკავებინა. სულ ეს იყო. ვიძახდი რომ კი არსებობს ჩემ ცხოვრებაში ადამიანი, ძალიან ბედნიერი ვარ, კარგად ვარ. რა მნიშვნელობა აქვს ახლა თემოტუღუში იქნებოდა თუ რაღაც. ზოგი ახლა რაღაცა იქ ამერიკელ ბიზნესმენს გაყვა და მალავს და თორემ ქართველი ბიზნესმენი ყოფილვარ და არ ვიცოდნენ. აი, სადაც სექტემბრისთვის ჩამოვიდა ამ ფილმში გადასაღებად. ну, რა თქმა უნდა, ამის ცრემლით აივსო, როგორც ყოველთვის. ну, ძალიან კარგი იყო რა, ძალიან თბილი და კარგი შეხვედრა იყო. ხო, მაგრამ ეხა ბოლოს რო ჩამოვედი, რამე 2 კვირის წინ, ხო? 3 კვირის წინ. ანუ სანამ ჩვენ სამ დღეში მე ქორწილი გქონდა. ახლა და ნუ ეგეც ცოტა ისეთი არარეალური ფაქტი იყო, რომ ჩამოვფრინდი ამერიკიდან და მესამე დღეს გქონდა ქორწილი. და ეს შეხვედრა იყო, ну, იქ ჩემი მეგობრები, თემო, რაღაცა დაახსნან ეს რაღაც გვირგვინებით, რაღაც ბრაიდის რაღაც ლენტებით, რაღაცებით, ფუშტებით რაღაც და ძალიან ისეთი ლამაზი შეხვედრა მომიწყეს. თან ძალიან ის იყო, დიდი პერიოდი იყო გასული, რაც ხო 5 თვე იყო, ხო? ეს გასული იყავი, ანუ ფილმის მერე წავედი. და ვერ ჩამოვედი, ну. და ძალიან დაგვიგროვდა ეს. ისეთი შეხვედრა გქონდა. 1 საათიანი. იმის და მიუხედავად კონტაქტი ძალიან ის თითქმის 22 საათიანი გქონდა. მაინც ეს ფიზიკური
უნატრები. აი, თან ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ იქ რო თენდებოდა, ღამდებოდა და ფაქტიურად გამოდიოდა, რომ თემას საერთოდ არ ეძინა. ნუ ზოგადად ეს საუბარიც არ იყო, ნუ ერთად ცხოვრობდით, ოღონდ ის იქ ონლაინ, ანუ. ნამის აკეთებდა, ნუ ის ჩართული იყო, რა ქვია. თავისთვის ეგდო ეს ტელეფონი. ხმა ხო ის მოდამოიც და რაღაცა არა ადამიანური ტანჯვა იყო, ეს საშინელება იყო, ნუ. ბოლოს თქვი, რომ ეს აღარ უნდა გაგრძელდეს მეთქი და გავახილე ღამე მომივიდა მესიჯი, ანუ რომ დავიძინეთ, გავთიშეთ, ნუ ვეღარ გავძელი რაღაც ბოლო პერიოდში, ესე ვეღარ ვაპავდი და ამისგან მომივიდა ფოტო და ნუ ისე მეძინებოდა რომ ვერ გავხსენი ეს ფოტო და დილით რომ გავიხვიცე, გავხსენი ფოტო და ბილეთი. ანუ ბილეთი იყო გამოგზავნილი და 18-ში მოფრინავო. და არც შევეწინააღმდეგე გეცხადიან, ჩავალაგე ესე. ყრიდი ყველაფერს არც უყურებდი რას და მე რო ჩამოვედი, ნახე რომ ნახევარი გარდერობა იქ დამიტოვებია. და ახრიდან მომიწია რაღაცები შეძენა. ბევრი არც გვიფიქრია სიმართლე რო გითხრათ მაგაზე. ხო? ეგრე არისო? ხო, უცხოად ხო გამომყოფია და ხო, აბა რას ვიზავთ კომენტ ძალიან ის ჩაულებრად ხო, ძალიან თითქოს აი მოგიცოდეთ რომ უნდა ყოფილიყო რა, ანუ ეს წინა სტუა ესეთი არ ქონია რამეს. იქიდან დაიგეგმა ქორწილი, კავე დიზაინერთან იქიდან შევათანხმე კავები. ხო, მაგრამ ეს მოხდა ყველაფერი რაღაც ერთ კვირაში. ხო, და ჩამოვედი მე აქ დამხვდა კავა, კიდევ კარგი რა, ჩემ ერთ-ერთ პროექტზე მუშაობდი მაგ დიზაინერთან, ეს ჩემი ზომები ყველაფერი ქონდა, ანუ აღებული და გამზადებული კავა ესე ჩამომაცვა და გამიშვა ჯუსტერაზე. თემი არის ძალიან შვიდი. და ძალიან გაწონასწორებული, არასდროს არ გამოდის წყობიდან. ნუ მაქსიმუმი გაბრაზება, რა ვიცი, გაჩუმება ალბათ. გაჩუმდება და მივხვდები, რომ რაღაცაზე გაბრაზდა. ნუ ის ალბათ შენი ამის დამსახურებაც არის, ეს ძალიან პოზიტიური და ესეთი. შვიდი და ალა მართალი, ალა ის ჩაუბრალო ძალიან და აი ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ ამბავში. ამ სიყვარულის ამბავში. არ არის რაღაც ისეთი რთული პიროვნება. პირიქით, წყნარი. წვერს არ იკარსავს ხშირად და ძალიან არ მომწონს. რა? არა, ეხლა მე ვფიქრობ, ვიხსენ. ამას არ აქცევს, ისე ვთქვათ, რომ არ მომწონდეს, არა. აი, ეხლა უთვანგელოზე ნუ ნუ არ არის ეხლა და მოისე კაი გავიხსენე ხამა. ქოფოს რომ ეძახი კაია? ქოფა გიხარო. ხო, ამბოლოს რაღაც ცოტაა. არ უთმობს არავის არაფერს. მაგრამ მაინც ამის ამის გაბრაზება, ეხლა ამას წინათ გაბრაზდა რაღაცაზე, არა ჩემზე ოღონდ. ხო და აი რომ უყურებ, აი ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ, ეხლა ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ და აი ვერ მივხვდი ცოტა იმდენად კარგად იყო, რომ კაია მეთქი მომეწონა. საერთოდ ისე პრობლემები ხასიათიც მომეწონა. პრობლემებიც ღიმილში გადამაქვს ზოგადად ცხოვრებაში. სულ ეგრე ვარ დაბადებიდან მგონი ბავშვობიდან. რაღაცა რომ მაწუხებს თუ რაღაცა პრობლემა გდარს და მაინც ნუ თვლი რომ ჩემი მოღუშული სახით და გაბრაზებით ეს პრობლემები არ გადაიჭრება და ისე რაღაცა ღიმილში გადამაქვს და ვერ ხვდებიან ხოლმე ხშირად გაბრაზებული რომ არ. ბევრი ლამაზი დღე გვახსენდა მე ძალიან. მან უყურს სეირნობა უყურს ამას და სულ სადღაც დავდიოდი დავსეირნოდით იქ. ამის დაბადების დღე ლამაზად სიონში გავიყარეთ მარტო. აუღნიშნეთ საყვარლად. გონი ყველაფერი დარჩი იმ დღეს ხა? თან ისე რა არის, ანუ უფრო მეტი დიდი ხანია, ანუ ბევრი გასახსენებელი მეგობრული შეხვედრები გვაქვს, ვიდრე თქვა სასიყვარულო უკვე. იმიტომ რომ რაღაც 3 კვირის თუ 4 კვირის დაქორწინებულები ვართ და შესაბამისად ბევრი რაღაც არ გვაქვს მასწავლეთ. თან შეყვარებულობის პერიოდში სულ საზღვარგარეთ ვიყავი, ანუ თქვა ერთი თვე შევხვდებოდით ერთმანეთს, ეს ერთი თვე რასაც მოვასწრებდით, დანარჩენი შევხვდებოდით, ეგრე იყო, ერთი თვე იყო და წავიდეთ. და მე წავიდოდი, ანუ ძალიან ცოტა დრო
გვაქვს გატარებული როგორც შეყვარებული. სამაგიეროდ მთელი 12 წელი გვაქვს როგორც მეგობრებს. ანუ ეს პერიოდი რაღაც არა მე ხა სიანი დღე ძალიან კაი. 11 სექტემბერს მოხდა დაბადების დღე და მაშინ ესე გადაწყვეტ რომ ეს მეგობრები ყველაფერი ცოტა ხანი დაისვენეთ თქო და ჩვენ ვიპარებით თქო მივიდივართ თქო და წავედით და აღნიშნეთ ერთად. და ძალიან კარგი იყო. იმიტომ რომ იქ ყველაფერი ისე ხდებოდა როგორც მე მომწონდა. ხოდაშორის ყოველ დღე მეუნება დილაობით. რა ისე რეკა. აუ ძალიან ლამაზი ხარ. ეს სურათები გვაქვს რაღაც. ისეთი გამაქვს თვითონ როგორიც არის შინაგანად. ნინით როგორი ადამიანიც არის, როგორი ბუნებაც აქვს, ვარდისფერი ლამაზი, სამყარო თავისი. რაღაც აი ისეთ ზუსტად ის რაც ეცვა, ზუსტად გამოხატავდა თვითონ რაც იყო, როგორიც იყო. ძალიან მომეწონა და ძალიან რაღაც ისეთი იყო. ახლა ეს ძალიან დაფნეული იყო. ცოტას ნერვიულობდა. ცოტას ნერვიულობით, მართლა ცოტას ნერვიულობდი, მაგრამ უფრო აღფრთოვანებული ვიყავი, ვიდრე ნანერვიულები, ასე ვთქვათ რა. კაი იყო ლამაზი დღე. და ძალიან შეგვიცვალა გეგმები, უფრო იმაზე ნერვიულობდი, იმიტომ რომ უცბად გადაწყვეტილი და დაგეგმილი იყო, სულ რამოდენიმე დღის ეს თავის ქორწილები, კაფეები, ყველაფერი, იმიტომ რომ იანვრის 10 იყო, რომ სადღაც მაგ პერიოდში გადავწყვეტეთ ეს ყველაფერი, ბილეთი რაღაცა ჩამოვიდა და აი ამ პერიოდში 10 დღეში რაღაც მოხდა ეს ყველაფერი. ქორწილის წინა დღეს საერთოდ შეგვეცვალა ლოკაცია, სადაც უნდა ყოფილიყო, თქვა. ქორწილის პატარა რაღაც ჩვენს მეგობრებთან ერთად, სადაც ვაკეთებდით ქორწილი, ხო რა თქმა უნდა, შეგვეცვალა გეგმები და აი ცოტა მაგაზე ვინერვიულობ, იმიტომ რომ ერთ დღეში ცოტა არარიული რაღაცები გადააწყო. ანუ სავინიოთ მოვახერხეთ ეგეც რა. ისედაც ეს ქორწილი რაღაცა ეს ქორწილს ვერ დავარქმევდი რა, უფრო არ გვინდოდა. იმიტომ რომ თემაც ისეთია, ანუ როგორ თქვა, ვერ ვიტყვი რომ ხა ტრადიციების მოყვარული არ არის თქო, ეს ხა ცუდად გამომივა, იმიტომ რომ რაღაცები არის, რასაც ვემხრობით, რაღაცები არის, რასაც არ ვემხრობით. და აი ქორწილს რაც შეეხება, გვინდოდა რომ მაქსიმალურად თავისუფლება ყოფილიყო. და არა მარტო ჩემი და თემოს დღე ყოფილიყო, მინდოდა რომ ყველა ჩემი მეგობრის დღე ყოფილიყო, ყველას ისე დაელია როგორც უნდოდათ, რასაც ღერძოლაც უნდოდათ, ანუ არ მეიძულებინა რომ თქვათ აუცილებლად ჩემი დის სადღე გრძელო დაელია. დაელია თავისი დის, ან რა ვიცი, რაც უნდოდათ მოკლედ რა. ანუ ვის როგორც უნდა და ისე გასწავლა. მინდოდა რომ ყველას კარგი დრო ეტარებინა, ხო? თან და ჩაცმაც ვთხოვე ყველას გეხვეწებით, ჩემი სამეგობრო წიდან ნახევარზე მეტი ქუსლიანი ფეხსაცმლით ვერ დადის. და მოკლედ მე გადავწყვეტე მეთქი რომ იმით ვოტით მოვდივარ თქო ანუ რეზინის ჩექმით და თქვენ რაც გინდათ ის ჩაიწვით თქო ძირითადად დაბლებზე თქო რომ ყველამ კარგი დრო ვატაროთ თქო და ყველა აბსოლუტურად ყველას გაუხარდა ძალიან და ყველა იყო დაბლებზე მოსული ყველა კომფორტულად იოდა მოკლედ ის ჩანაფიქრი რომ თავისუფლება ყოფილიყო ის იყო მუსიკაც შესაბამისი და ლოკაციაც ისეთი, აი გამოწკეპილი არავინ არის და არავინ სადღეგრძელოს ესე ერთი ადამიანი არ არის ძახდა თამა და სასაც ვერ ძახდით და ანუ აუცილებლად რომ უნდა დალიო ეს არისო, ვისაც უნდა და სვავდა, ვისაც უნდა და ჭამდა, ვისაც უნდა და ცეკვავდა. ვისაც უნდა და მღეროდით და ასე შემდეგ. მოკლედ მაქსიმალური თავისუფლება მივეცით ჩვენ სტუმრებს. ეხლა მარტო აღარ ვიხსენ თემებს ჩემთან ერთად. ნუ ხან იქით ვიქნებით, ხან აქეთ. ცხადია ხა თბილისის იქით მე პირადად არ ვიცი, ვერ ვიცხოვრებ ერთად. ნუ დროებით ხა კი რამდენიმე თვე შეიძლება ხო გავწოვ, მაგრამ არ შემიძლია. აქ არის ჩემი სახლი, აქ არის ჩემი კუთხე და აქ მინდა ყოფნა. ნამდვილად. შენ? ხო, ნუ მეც ეგრევა და წავიდე. მეც არ მიზიდავს ეგ ამბავი. ალბათ ხან დროებით იქეთ, დროებით აქეთ. ხო, ხან იქით, ხან აქეთ რა. ისე რომ არ წვადი დავწვათ და არ ჩამფური. ჯერჯერობით ესეთი გეგმები გვაქვს. სანამ ხმა წასვლა წამოსვლას. არა, დარჩენ, აი სამუდამოდ დასარჩენად ეს გამორიცხულია. ესე შორს სამუდამოდ არა ვერა. აი ამას რო აი კეტები ეცმევა და მეც ალბათ ფოტები და ან კეტები ამ ფოტოსები აქ ზუსტად ვიცი. უშ სიბერეზე ნაკლებად ვფიქრობ. ჯერ ყოველთვის სულ ესეთი ის ვიქნები, მოხუცია სულ ესეთი. როგორი ანუ კეჟუალი ესეთი. ნახავ შენ დაბერებს მაცადე.
ვიცი, ალბათ ესეთი მხიარულები იქნებით. ცანცარები, თუ რა ვიცი, კაი გაგებით რა. ცუდი გაგებით არა. ღმერთმა ისეთი ცხოვრება გაგვატაროს, რომ ღიმილის თავის უქონდეს რა. ეს არის ჩემი ჩანაფიქრი და დიდი საუნა ბევრ შვილებს გავაჩენ. დანდარა, ძალიან მინდა ბევრი შვილები. სიყვარული ეს ერთი და ორი სიტყვით ვერ ახსნეს ერთი და ორი სიტყვით. სიყვარული არის მთელი ფილოსოფია რა, ჩემი აზრით რა. ალბათ პირველი დაწყებული ურთიერთგაგებიდან. ახლა ნუ გაგვირთულე უცებ. არა, ნუ ეგრეა, ახლა იოლი არ არის. ის სიყვარული, რომელიც თქვა რაღაც სერიოზულ ნაბიჯებს გადმოივნებს ცხოვრებაში, არ არის იოლიას ახსნა. ბევრი რაღაცა არის შიგნით. ადამიანური, რომელიც უნდა კონდეს, რომ ჯანმრთელი და მყარი სიყვარული იყოს. ახლა რომ დავიწყო მაგის საუბარი, არ გვიყოფა ორი გადაცემა, შევა სამიც. უფრო ბედნიერების შეგრძნება არის რა, რომელიც მოზღვაებულად გაქვს მაგ დროს. შვიდი ხარ, მსუბუქი ხარ. ხასია გავიწყებს პრობლემებს, თუ რამე პრობლემა გაქვს, კარგია სიყვარული. სიყვარული კარგია, ხო? ძალიან. ნუ იმაში დავეთანხმებით ამას, რომ შეუძლებელია ახსნა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ესე რომ დაუჯდე და ვთქვა, რომ აი კონკრეტულად ეს არის რაღაც ერთი რაღაც არის სიყვარული. ანუ ვერა, აი ზუსტად ინდივიდუალური. თან ის მომენტი ჩვენთვის ეს, ან ჩვენთვის ეს, ან სხვადასხვანაირად ალბათ სხვადასხვანაირად აღიქვას და განიცდის რა. მაგრამ იქნება პარალელები რა თქმა უნდა იქნება. ერთი ის ვიცი, რომ როცა ალბათ ავხსნი 100%-ით რა არის სიყვარული, ესე იგი ამოწურული მეყოლება. კონკრეტულად ეს ადამიანი და ჯერ ვერ ვხსნი, ანუ არ მყავს ამოწურული, არ ვიცი. შეიძლება ხვალ გავიხვიძო და კიდე რაღაც დაემატოს. ზეგ კიდე რაღაც დაემატოს და შესაბამისად ესე გადიდეს. მაშინ შემეძლება კიდე ვიმეორებ, რომ ავხსნა სიყვარული რა არის, როცა ამოვწურავ ამ ჩემ გრძნობას. თუმცა თვლი რომ ყველაზე ანუ უპირველესი არის, როცა ადამიანს უგებ, იცნობ კარგად, მასთან ბევრს საუბრობ. ჩემთვის სიყვარული ეს არის, აი ურთიერთობა, სიყვარული. ურთიერთობა, ურთიერთპატივისცემა, რა თქმა უნდა. ბევრი საუბარი და რა ვიცი. აი სუნამოს გარეშე მისი სუნი რო გიყვარს, აი ჩემთვის ეგ არის სიყვარული. ეხლა არ ვიცი რამდენად ზუსტად ავხსენი ეს, მაგრამ პირველი ვიგზენი ეგ. რომ გადამკოცნა, ნუ რომ აღარ მეკობრობდით. მივხვდი რომ აი ეს კანის სუნი ძალიან შემიძრა აქ, სადღაც წავიდა, გავიდა, გამოვიდა, მე ავიდა და ესაც მოვიგონე. ზავი მე სულ ანუ ხომ იხდის მომენტო და არა, კაი რა. აი ეს კომენტო რა.